დასაკეთებ, როცა შენი სამდრიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია 4 წელზე მეტხანს გაგრძელებულ წაგებად იქცევა. რა თქმა უნდა, ითხოვები მანამ სანამ არ გამოგივა. ეს იყო რუსეთის მიდგომა უკრაინის ომის დროს ძალიან ხშირად და ყოველთვის გამჟღავნდებ. და გამოიცანით რა, ისევ მოხდა იგივე. რუსეთის ელიტურმა ჯარისკაცებმა სცადეს ყალბი გამარჯვების დადგმა ზაპორიჟიის რეგიონში. უკრაინა მაჩვენა ამ ელიტებს როგორ გამოიყურება ნამდვილი მარცხი. ყალბი გამარჯვება დაკრძალვა იქცა. რუსეთს ეგონა ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. მაისის ბოლოსკენ რუსეთმა თავისი სადაზვერო დანაყოფები საჰაერო სადესანტო ძალებიდან განათავსა. მათი მიზანი იყო სტეპნაჰირსკი, დასახლება, რომლისთვისაც ომის დიდი ნაწილი ბრძოლა მიმდინარეობდა. ესენი არ იყვნენ ჩვეულებრივი დანაყოფები, რომლებიც რუსეთმა გაგზავნა. აქ არ გამოიყენებოდა ტაქტიკა, რომ ფრონტზე უბრალოდ საზარბაზნე ხორცი გადაეკდოთ და უკრაინის დრონებს გაენადგურებინათ. ამჯერად რუსეთმა გაგზავნა დანაყოფები, რომლებიც ფართოდ ითვლება მის არმიაში ელიტურებად. რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები საკმაოდ უნარიანები არიან. ისინი პარაშუტისტები არიან, რომლებმაც სწორედ ასეთი ოპერაციებისთვის გაიარეს წვრთნა და მათი მიზანი მარტივი იყო. შეტევა მიეტანათ სტეპნოგორსკზე და პუტინისთვის მოეპოვებინათ დიდი პროპაგანდისტული გამარჯვება, იმ დროს, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. და ჩვენ ვიცით, რომ მიზანი პროპაგანდა იყო, რადგან ყველა დანაყოფს, რომელიც რუსეთმა გაგზავნა, თან ჰქონდა თავისი ქვეყნის დროშები. ეს რუსეთიდან უკვე ნანახი გვაქვს. აგზავნის ჯარისკაცებს რომ შეაღწიონ, უბძანებს მათ აღმართონ დროშა და გადაიღონ რამდენიმე ფოტო. შემდეგ კი ეს ჯარისკაცები გარბიან და იმალებიან, მას შემდეგ რაც ყალბ ნარატივს ქმნიან. თითქოს კრემლისთვის დიდი გამარჯვება მოიპოვეს. მაგრამ სტეპნოგორსკში უკრაინა ამას არ შეურიგდა. როდესაც რუსული ნაწილები წინ მიიწევდნენ, უკრაინა ფხიზლად აკვირდებოდა. პუტინის მარიონეტებისთვის უცნობი იყო, რომ ეს ჯარისკაცები პროპაგანდისტულ გამარჯვებას კი არ უახლოვდებოდნენ, არამედ მახეში ებმებოდნენ. და როცა დრო დადგა, უკრაინამ ეს მახე ოსტატურად აამოქმნა. სანამ ეს ყველაფერი გამოაშკარავდებოდა, რუსეთის სტეპნოგორსკის თავდამსხმელებმა სპეციალური დანიშნულების ოპერაციების წესების სრული დაცვით იმოქმედეს. ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით მიდიოდა. პუტინის შტურმავიკებმა დაიცადეს, სანამ ბნელდებოდა, რაც მათ დამალვას უნდა გაუადვილებდათ. თითოეული ჯარისკაცი აღჭურვილი იყო ანტითერმული კამუფლაჟით, რათა მათი სითბური კვალი დაეფარათ და მათ კიდევ დაელოდნენ ისეთ ღამეს, როცა წვიმდა, რაც დამატებით საფარს ქმნიდა და შესაძლოა უკრაინის დრონებისთვის მათი აღმოჩენა კიდევ უფრო გაეჭიანურებინა. ამ ჯარისკაცებმა ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ და ზუსტად იმას აკეთებდნენ, რაც მათ ევალებოდათ. შეიძლება რუსების სახეზე ცოტა ხმით ღიმილს კი იყო. შემდეგ უკრაინამ დაათხა. HUR-ის არტიომის სპეციალური დანაყოფის ოპერატორებმა თავიანთი არსებობა რუსი ოკუპანტობის მსურველებს აუწყეს. არტიომმა მყისიერი შეტევა განახორციელა. უკრაინის სპეციალურმა ძალებმა იცოდნენ, რომ პუტინის ჯარისკაცები ალყაში ხავდათ, ამიტომ მათ წინადადება გაუკეთეს. დანებდით ახლა და ამ ომს გადაურჩებით. მაგრამ დანებება იშვიათად არის არჩევანი რუსი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ კრემლის ხელში დაბრუნდებიან. რუსეთში ნებაყოფლობითი დანებება კრიმინალიზებულია და ახლა ჯარისკაცებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ უკრაინის მოწოდებაზე თეთრ დროშას ასწევენ. თუ ეს რუსი ჯარისკაცები რიგითი სამხედროები იყვნენ, მათ შეიძლება გადარჩენის მიზნით გულაგში მოხვედრის რისკიც კი გაეწიათ. თუმცა სტეპნოგორსკის შემოპარული პირები რუსეთის ელიტას ეკუთვნოდნენ. მათი ლიდერისთვის სიკვდილი მათში წვრთნების დასაწყისიდანვე იყო ჩანერგილი. ამიტომ დანებების შეთავაზება უარყვეს. ამის ნაცვლად რუსეთის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. შემდეგი იყო ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის R-10 დანაყოფებმა არანაირი წყალობა არ გამოიჩინეს. და პუტინის ცდილობებისთვის შექმნას პოზიტიური პროპაგანდა, მეორე დარტყმა იყო ის, რომ უკრაინამ უზრუნველყო არავის დარჩენო დაეჭვი იმაზე, რაც სტეპნოგორსკში მოხდა მაისის ბოლოს. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიში იმის დასადასტურებლად, რაც იმ საბედისწერო ღამეს მოხდა. გვაქვს ვიდეო მასალა, ბევრი ვიდეო მასალა. ჩვენ ვხედავთ ხეთს, ჯავშან მანქანებიდან და ტანკებიდან, როცა უკრაინის ჯარისკაცები შედიან. ეს მანქანებიც კი მტრის აფეთქებების ქვეშ მოქმდნენ, თუმცა გადარჩნენ და მოძრაობა გააგრძელეს. არტანი ამბობს, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ ჯარს, რომელსაც მძიმე შეიარაღება და უკეთესი აღჭურვილობა ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. უკრაინის ჯარებმა შეძლეს სტეპნოგორსკში შესვლა და ჩაატარეს გაწმენდის ოპერაცია, რომელიც ისტორიაში დარჩება. ჯარისკაცები პატარა ჯგუფებად დაიყვნენ და თითოეულ სახლს ამოწმებდნენ, რუსი შემოპარული მტრის მოსაძებნად. ზვერავები წინ გარბოდნენ და მოძრაობის ნიშნებს ეძებდნენ. შემდეგ დანაყოფები მიხვებოდნენ და რუსულ ნაწილებს ნაწილ-ნაწილ ანადგურებდნენ. ბოლოს უკრაინა გამარჯვებული დადგა და პუტინის დიდი პროპაგანდისტული მისია სრულიად ჩავარდა. რუსეთის ელიტა დიდების მოსაპოვებლად მოვიდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი 1,4 მილიონ თანამებრძოლთან ერთად სამარადისობაში აღმოჩნდნენ. რაც შეეხება არტანს, მისი მეთაური ამბობს, რომ რუსული ძალები მოატყუეს და პირდაპირ იმაში შეიყვანეს, რასაც ის საცეცხლე ტომარას უწოდებს და რომ ისინი სრულიად მოუმზადებლები იყვნენ იმისთვის, რაც მათ ელოდათ. რუსეთის არმიის ასე წოდებული ელიტა მოუმზადებელი აღმოჩნდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სისტემურ თავდაცვასთან დასაპირისპირებლად.
ჯარისკაცების ერთგულებისა და პროფესიონალიზმის, ასევე უკრაინის სამხედრო დაზვერვის აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის მეზობელ დანაყოფებთან და უკრაინის თავდაცვის ძალებთან კოორდინირებული თანამშრომლობის წყალობით, ჩვენი პოზიციები პასუხისმგებლობის ზონაში დაურღვეველი რჩება, განაცხადა არტიომის მეთაურმა ვიქტორ ტოკარჩუკმა. პუტინს სურდა წყალბი გზავნილი გაეგზავნა უკრაინისთვის, საკუთარი ხალხისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. უკრაინამ მტკივნეულად რეალური პასუხი გასცა პუტინს, რათა ეჩვენებინა, რომ მისი ყველაზე ელიტური ჯარისკაცებიც კი შეიძლება გამოიჭირონ და გაანადგურონ. რაც აქ უკრაინისგან ვიხილეთ არის მისი სამხედრო ტაქტიკოსების ბრძენვალება, რომლებიც უკრაინა გამარჯვებული გამოვიდა. აქ შედეგები უზარმაზარია. იმისთვის, რომ უკრაინას დაეგო მახე, რომელშიც რუსეთის დესანტები გაებდნენ, მას თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ რუსეთის ელიტები მოდიოდნენ. ყველა სიფრთხილის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სპეციალური ძალების მეთოდს წიგნის მიხედვით მიხვეს, უკრაინამ ისინი თავიდან ბოლომდე დააკვირდა და შეძლო სამართლიანობის აღსრულება. მტრის ჩასაფრებაში შეყვანა სამხედრო ტაქტიკისთვის ახალი სულაც არ არის. ჩასაფრებები საუკუნეების განმავლობაში ტარდებოდა, მაგრამ იშვიათად ხდებოდა ასეთი საქმის ასეთი ოსტატობით შესრულება, ასე კარგად დოკუმენტირებული და ისეთი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც იმდენად კარგებად ითვლებიან, რომ მსგავსი სიტუაციების წინასწარ დანახვა უნდა შეეძლოთ. უკრაინამ ნამდვილი ოსტატობა გამოავლინა. პუტინი ალბათ საშინლად გაბრაზებულია და ასეც უნდა იყოს, რადგან უამრავი მიზეზია, რის გამოც რუსეთმა თავისი საუკეთესო ძალები გაგზავნა სტეპნოგორსკის დასაკავებლად. დიახ, ეს პროპაგანდასაც ეხებოდა და ამ ყველაფერზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ რუსეთისთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. იცით, სტეპნოგორსკი ჩვეულებრივი დასახლება არ არის. წლების განმავლობაში ამაზე ბრძოლა მიმდინარეობდა და ზოგჯერ რუსეთს სტეპნოგორსკის დაკავებაზე ლეგიტიმური პრეტენზიაც კი ჰქონდა. თუმცა ეს ყველაფერი მაისის შუა რიცხვებში შეიცვალა, რამაც გამოიწვია მტკივნეული პროპაგანდისტული მარში, რომელზეც პუტინმა თავისი ჯარები გაგზავნა. მოდით დავბრუნდეთ 18 მაისს. andressensor.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებმა სტეპნოგორსკზე სრული კონტროლი დაიბრუნეს. არტიომის დანაყოფი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა. მეზობელ დანაყოფებთან ერთად არტიომმა მთლიანად გააძევა რუსი ოკუპანტები, რაც ნიშნავდა, რომ სტეპნოგორსკი პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში მთლიანად უკრაინის სამხედროების კონტროლქვეშ იყო. დასახლებაში მდგომარეობა სტაბილიზებული იყო და ვითარების კიდევ უფრო გასამძაფრებლად გავრცელდა კადრები გათავისუფლების ოპერაციიდან, სადაც ჩანს, როგორ გაანადგურეს არტიომმა და უკრაინის სხვა დანაყოფებმა რუსეთის დივერსანტები. ეს მარცხი პუტინს ძალიან ეთქინა. სტეპნოგორსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ერთ-ერთი ხუთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებაა. ის მდებარეობს ზაპოროჟიედან სულ რაღაც 30 კილომეტრში სამხრეთით, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას პლაცდარმად შეტევებისთვის იმ რეგიონზე, რომლის დაპყრობაც პუტინს ძალიან უნდა. სტეპნოგორსკის კონტროლი რუსეთს ასევე მისცემს გარკვეულ კონტროლს ჩრდილოეთ სამხრეთის IA5-ის ავტომაგისტრალაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ლოგისტიკისთვის, ასევე უზრუნველყოფს უფრო სწრაფ გზას ზაპოროჟიეში. რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს დასახლება ზაპოროჟიესკენ მიმდინარე შეტევის ფარგლებში, რაც მოიცავს მოძრაობებს დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე პრიმორსკეს მიმართულებით. მიზანი იყო ზაპოროჟიეს საარტილერიო რადიუსში მიმოქცევა. უკრაინამ ეს მიზანი 18 მაისს გაანადგურა. მას შემდეგ, რაც რუსეთს 18 მაისს ძალიან რეალური სტრატეგიული გამარჯვება წაართვეს, პუტინმა და მისმა სარდლებმა ალტერნატიული გეგმა შეიმუშავეს. თუ ვერ იგებ, გააყალბე. ეს სწორედ ის იყო, რაც მაისის ბოლოს ვიხილეთ. ელიტური დანაყოფები, რომლებიც რუსეთმა სტეპნოგორსკში გაგზავნა, მიზნად ისახავდნენ მკალბი ნარატივის შექმნას. თითქოს რუსეთს დასახლებაზე ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული კონტროლი. მათ ეს არ გამოუვიდათ. და პუტინისთვის ამ მარცხს მძიმე შედეგები აქვს. რუსეთის ლიდერი კაცია, რომელსაც ახლა სასტრაფოდ სჭირდება რაიმე პოზიტიური პროპაგანდა, მაგრამ უკრაინა ისევ და ისევ ამხელს მას. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად შევალთ, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ახსე ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა შეჩერდეთ და დააჭიროთ ღილაკს, სანამ დავბრუნდებით. მაშასე, რატომ იყო პუტინი ასე სასოწარკვეთილი პროპაგანდისტვის, რომ მზად იყო თავისი საუკეთესო ჯარისკაცები სტეპნოგორსკში გაეგზავნა? სასიკვდილოდ. იმ მცირე შანსით, რომ კრემლი მიიღებდა ფოტოს, სადაც რუსული დროშაა აღმართული დასახლებაში. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა განვიხილოთ, რა როლი აქვს პროპაგანდას რუსეთში და როგორი მძიმე მდგომარეობაა, რომელშიც ახლა პუტინი აღმოჩნდა. პუტინისთვის მთავარი სწორედ გზავნილია. როდესაც ის აკონტროლებს ნარატივს, რეალობას მნიშვნელობა აღარ აქვს. ისი მიზანია ყოველთვის დამალოს რეალობა იმისა, რაც უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, საკუთარი ხალხისგან. ასე ინარჩუნებს ის მხარდაჭერას. იშვიათად მოქმედებით და ხშირად ტყუილებით ინარჩუნებს პუტინი ძალაუფლებას რუსეთში. და თუ მისი პროპაგანდა შეძლებს სხვა გავლენიანი ადამიანების მოტყუებას და დააჯერებს მათ რუსულ ნარატივს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მისთვის ეს კიდევ უკეთესი. ეს ყველაფერი ბერკეტია პუტინისთვის, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ან სხვა ქვეყნებს დააჯეროს, რომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ ტერიტორიის დათმობა, რომელსაც რუსეთი თავისად აცხადებს. პუტინის პროპაგანდის ძალა იგრძნობა იმ სამხედროებშიც კი, რომლებიც მან უკრაინაში გაგზავნა. აპრილში ატლანტიკურმა საბჭომ კვლევის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ჩაატარა უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Lingua Lexerma, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად.
მათ გაანალიზეს გამოკითხვის მონაცემები, რომლებიც 1000-ზე მეტი რუსი ტყვიდან იყო შეგროვებული და დაადგინეს, რომ ჯარისკაცები, რომლებიც პუტინის მიერ გავრცელებულ პროპაგანდას იზიარებდნენ, 6-ჯერ უფრო ხშირად თვლიდნენ, რომ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი ლეგიტიმური იყო. ისინი, ვინც პუტინის ტყუილებს იჯერებდნენ, 2-ჯერ უფრო ხშირად გამოხატავდნენ სურვილს, დაბრუნებულიყვნენ ბრძოლაში. და გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა მიიღო რუსული სამყაროს კონცეფცია, რაც არის იმპერიალისტური იდეოლოგია, რომელსაც ავრცელებს პუტინი და რომელიც რუსეთის გარდაუვალ დომინირებას ხადაგებს, რაც ხშირად მხოლოდ თვითდაწირვით მიიღწევა. ეს შედეგები უკვე ბევრს გვეუბნება სტეპნოგორსკში მომხდარ მოვლენებზე. ჯარისკაცები, რომლებმაც დანებებაზე უარი თქვეს, მხოლოდ რუსული სასჯელისა და პატიმრობის შიშით არ ხელმძღვანელობდნენ. პუტინის პროპაგანდამ სავარაუდოდ მათ ტვინი გამოურეცხა. ისევე როგორც უკრაინის მიერ გამოკითხულ ბევრ ტყვეს. ისინი სჯერათ თავიანთი ლიდერის სიტყვების და მზად არიან თავი შესწირონ იმისთვის, რომ მისი ხედვა რეალობად აქციონ. ამის გარდა თუ რუსეთის ელიტარულ ჯარს სტეპნოგორსკში წარმატება ექნებოდა და პუტინი მიიღებდა მისთვის სასურველ ფოტოს, რუსული დროშების აფრიალებით, ისინი თავად გახდებოდნენ იმავე პროპაგანდის ნაწილი, რომელმაც ისინი ამ მდგომარეობაში ჩააგდო. პუტინს არ აინტერესებდა, რომ ისინი დაიღუპებოდნენ თუ ფოტოს მიუტანდნენ. მესიჯი მაინც შეიქმნებოდა, თუნდაც სრულიად ყალბი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროპაგანდის შეგროვება, რომელიც რუსეთის დაუმარცხებელ ძალას უნდა წარმოაჩენდეს, მნიშვნელოვანია სამხედროების კონტროლისთვის. პუტინისთვის ეს ახლა პირად დონეზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? ბოლო თვეებში პუტინის, როგორც რუსეთის ძლიერ ლიდერის რეპუტაცია სერიოზულ დარტყმას იღებს. ამის მინიშნებებს პუტინის ქმედებებში ბოლო კვირებში ვხედავთ. როგორც ინდიპენდენტი იუწყება, პუტინი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში გამოჩნდა და აღიარა, რომ მისი ქვეყანა პრობლემებს აწყდება. უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აალებინა. რაც შეეხება დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზოგადად და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე პრობლემებს ქმნის. ეს აშკარა, განაცხადა პუტინმა 20 ივნისის ინტერვიუში. პუტინმა ასევე აღიარა საწვავის დეფიციტი, რომელიც უკრაინის თავდასხმების შედეგად წარმოიშვა. რამდენიმე კვირით ადრე ამ ინტერვიუმდე რუსეთის ლიდერმა ასევე აღიარა, სამხედროები ისე სწრაფად არ მიიწევენ წინ უკრაინაში, როგორც მას სურს. ეს პუტინისთვის ნორმალური ქცევა არ არის. ის კაცია, რომელიც თითქმის არასდროს აღიარებს რუსეთის მართვას. თუმცა ეს განცხადებები ორივე დარტყმაა დაუმარცხებელი რუსეთის იმიჯისთვის, რომლის შექმნაც პუტინს თავისი პროპაგანდით სურს. მაშ, რატო გააკეთა ეს პუტინმა? მას ამის გაკეთება მოუწია. შეუძლებელია, რომ პუტინის პროპაგანდის მიმდევარმა რუსებმაც კი უგულებელ ონიის ფაქტი, რომ 2026 წელს ინიციატივა უკრაინამ აიღო. ამავე რუსებს ვერ გაუვლიათ გვერდს ჰორიზონტზე გაჩენილ ცეცხლს და ცაში ამავალ კვამს, რომელიც უკრაინის დრონების იერიშებმა გამოიწვია. პუტინისთვის ეს აღიარებების სასოწარკვეთილი მცდელი მცდელობაა წარმოაჩინოს თავი ისე, თითქოს ისიც იზიარებს იმ სირთულეებს, რასაც საკუთარ ხალხს აწყებინებს. ეს ისევ და ისევ პროპაგანდაა. უბრალოდ არა იმგვარი პროპაგანდა, როგორც პუტინს სურს შექმნას. ჯერჯერობით ეს დროებითი გამოსავალია. პუტინს კი სინამდვილეში სჭირდება და სტეპნოგორსკში სწორედ ამას ცდილობდა მიაღწია ნათელი გამარჯვება, რომელიც რუს ხალხს შეუძლია წარუდგინოს. მას სურდა, რომ რუსული დროშა ზაპოროჟიასთან აღმართულიყო, რათა ეთქვა, ნახეთ, წინ მივდივართ და უკრაინული დასახლებები ეცემ. თუ რუსეთის ელიტებს სტეპნოგორსკში წარმატება ექნებოდათ, პუტინი შეძლებდა თავიდან დაეწყო და დაეწყო. და კვლავ ეთქვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვებებს აღწევს, მიუხედავად იმისა, რამდენად ყალბი იქნებოდა ეს გამარჯვებები. მაგრამ უკრაინამ ეს მცდელობა შეექმნათ ყალბი ნარატივი პირდაპირ პუტინის უკანში გაუყარა. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ არტიომის დანაყოფმა რუსეთის ელიტარული ჯარისკაცები სტეპნოგორსკში მახეში შეიტყვა. ამ ოპერაციიდან გავრცელებული კადრებია ნამდვილი დამანგრეველი პუტინისთვის. თუნდაც მას მიიღო აწეული დროშის ფოტო, შემდგომი კადრები გააქარწყლებდა ყველა მის მცდელობას, რაიმე დაემტკიცებინა. ახლა ლიდერი, რომლის ძალაუფლებაც პროპაგანდაზეა აგებული, უმწეოდ ფაფხურობს. რუსეთი შიგნიდან იწვის. პუტინის კონტროლით ყირიმზე შესუსტებულია უკრაინის ბრწყინვალე იზოლაციის კამპანიის გამო და ახლა პუტინს ვერც კი შეუძლია ყალბი გამარჯვებების გამოცხადება, რადგან უკრაინული ძალები იმდენად ოსტატურად ახერხებენ მისი საუკეთესო ჯარისკაცების შეჩერებას. ეს პუტინისთვის კოშმარია, მაგრამ უკრაინისთვის ასეთი ტყუილების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია. უკრაინა ასე სწრაფად ავრცელებდა კადრებს და დეტალებს იმის შესახებ, რაც სინამდვილეში მოხდა სტეპნოგორსკში, რადგან იცის, რომ რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს ბრძოლის ველზე გამარჯვებების შესახებ ტყუილების გავრცელებაში. ჯანდაბა მას სულ ახლახანსაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს პუტინის სასოწარკვეთილებას. 29 ივნისს მილიტანტნი გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კიდევ უფრო მეტი თავისი ჯარისკაცი შესწირა. ამჯერად იმისთვის, რომ ნოვოსელივკაში, რომელიც ზაპოროჟიეს კიდევ ერთი სოფელია, აღმართული რუსული დროშის ფოტო გადაიღოთ. ამჯერად ამ დავალების შესასრულებლად რუსეთმა გაგზავნა თავისი 38 ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადა, მაგრამ ისინი ვერ გაართვეს თავს, რადგან უკრაინული დრონების შტორმისა და ქვეით და საფასუხო შეტევის შედეგად დროშის მატარებლები ტყვედ ჩავარდნენ. გეპარებათ ეჭვი, რამდენად სასტრაფოდ სჭირდება პუტინს თავისი პროპაგანდისტული გამარჯვება, ერთი თვეში ყალბი დროშის აღმართვის მეორე მცდელობა ყველაფერს გეუბნებათ.
2025 წლის ბოლოსაც ვიხილეთ რუსული მცდელობების ტალღა, რომლითაც ისინი ცდილობდნენ კალბი გამარჯვებების შექმნას. ყველაფერი იმისთვის, რომ შეექმნათ ისეთი პროპაგანდა, როგორიც სტეპნოგორსკში ცდილობენ. 2025 წლის დეკემბერში უკრაინის საინფორმაციო სააგენტო უკრინფორმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა იგივე ხრიკი სცადეს ვოვჩანსკში, რომელიც ხარკოვის რეგიონში მდებარეობს. ამჯერად სწორედ უკრაინის 16 არმიის კორპუსის 57 ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა აღკვეთეს დროშის აღმართ. და როგორც ჩანს, რუსეთმა ელიტარული ჯარისკაცები არ გაგზავნა, მაგრამ იდეა იგივე იყო. ჩუმად შეეყვანათ ხალხი, აღმოეყენებინათ რუსეთის დროშა და გაქცეულიყვნენ. ვოვჩანსკში ეს არ გამოვიდა და რუსეთის ფალსიფიკაციამ კუპიანსკშიც არ იმუშავა. ასევე დეკემბერში რუსეთმა პირდაპირ იცრუა კუპიანსკის აღებაზე. თვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ქალაქში და გადაიღო ფოტოები, რათა დაემტკიცებინა, რომ რუსეთი სისულელეებს ლაპარაკობდა. და უკრაინის საფასუხო კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ამას მოჰყვა, ქალაქში მყოფი ოკუპანტები სწრაფად გააძევეს. ხელახლა რუსეთი აკეთებს ცრუ განცხადებებს მიღწევებზე, მაგრამ უკრაინა ამ ხელს ამ განცხადებებს დააჩვენებს, რაც სინამდვილეშია. სტეპანორსკში ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინამ გაანეიტრალა შემოპარული მტრები, სანამ ისინი ცრუ განცხადებების გაკეთებასაც კი მოასწრებდნენ. ეს ეფექტურობაა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის ქმედება სტეპანორსკში ზუსტად დროული აღმოჩნდა. პუტინს თავისი პროპაგანდისტული გამარჯვება სჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაარწმუნოს რუსი ხალხი, თითქოს უკრაინაში შეჭრა სრული კატასტროფა არ არის. პუტინს ასევე ბერკეტი სჭირდება. 23 ივნისს პუტინმა თქვა: რუსეთი როგორც არაერთხელ აღინიშნა, მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკრაინასთან. ის მზად არის იმ შეთანხმებების საფუძველზე იმოქმედოს, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იქნა მიღწეული. შეთანხმებები, რომლებიც შეგახსენებთ, მაშინ უკრაინის დელეგაციამ პარპარაფირა. თუ ამ კომენტარებიდან საბრძოლო ხასიათს ამოიღებთ, დაინახათ, რომ რუსი ლიდერი თავად ახსენებს მშვიდობას, ყოველგვარი წაქეზების გარეშე. აი ასე მიხვდებით, რომ პუტინი პრობლემაშია. ის ისევ მოლაპარაკებების კოზირს ისევ ათამაშებს. სტეპანოვსკში აღმართული დროშა პუტინს უნდა მისცემოდა გარკვეულ უპირატესობას ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუ ისინი საერთოდ შედგება. უკრაინამ ეს უპირატესობა წაართვა, ზუსტად ისე, როგორც გაანადგურა პუტინის ყველა კოზირი ბრწყინვალე 2026 წლის კამპანიაში, რომელმაც აშკარად დააყენა რუსეთი რთულ მდგომარეობაში. ამიტომ სტეპნოგორსკში მომხდარი მოვლენები მხოლოდ ელიტარული რუსი ჯარისკაცების განადგურებას და პუტინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლის წართმევას არ ეხება. ეს ბევრად მეც ნიშნავს. პუტინი ეძებს ომიდან გამოსავლის გზას, რომელიც თავად დაიწყო. სწორედ ამიტომ საუბრობს მშვიდობაზე და აღიარებს იმ გავლენას, რაც უკრაინის კამპანიას რუს ხალხზე აქვს. ის დროს ყიდულობს, რათა ხელში ჩაიგდოს კალბი პროპაგანდა, რომელსაც გამოიყენებს იმისთვის, რომ გააზარდოს შანსი ამ საშინელი პერიოდის გადატანისა და ხელისუფლებაში დარჩენისა, ასევე მოლაპარაკებებიდან სასურველის მიღების. უკრაინამ ყველაფერი წაართვა და ნათლად აჩვენა, რომ რუსეთი სტეპანოვსკის დაკავებასთან ახლოსაც არ არის. პუტინს დრო ეცურება. და როცა მისი მცდელობები პროპაგანდის შექმნისა მარცხ ხდება, პანიკას უფევს ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც პუტინისთვის ყველაფერს ნიშნავს. თუ გჭირდებათ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ 2026 წელს ყველა ბერკეტი უკრაინის ხელშია, უბრალოდ შეხედეთ ხილიმს. ოკუპანტები კერჩის ხიდზე გარბიან, რომ რუსეთში დაბრუნდნენ. რატომ? ამას გაიგებთ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ, სადაც ვიხილავთ რუსეთის მდგომარეობას ყირიმში და რას ნიშნავს ეს პუტინისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის ომში ბოლო მოვლენებზე. მადლობა ორებისთვის.